სხვათა შორის ჩვენი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ თავის ტკივილი არ ვიყოთ არც ერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსათვის და არც ერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვართ დღეს ყველასთვის თავის ტკივილი ეკა. არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ჩვენ ვართ თავის ტკივილი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, უკრაინისთვის, ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თურქეთისთვის, ყველასთვის თავის ტკივილია საქართველოს დღეს და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვთ, ნამდვილად ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა ესმოდეთ. მე რატო ვთქვი წეხან, იცით, მართლა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცა ვერ ითმენს ეხა 1 და 2 წელი. იცით რა, შეიძლება ვერ მოითმინოს იმან, ვისაც ხელისუფლება არ უნახავს და რამე უყვირს. მე ხელისუფლებაშიც ვიყავი, ოპოზიციაშიც ვარ და ნამდვილად პრეზიდენტის მოვალეობასაც ორჯერ ვასრულებდი სხვათა შორის და ნამდვილად არ მიგვიყვირს რომ რეალურად იყოთ საქართველოს სრულზე არ არის ქალბატონო ეკა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გესმოდეს რამოდენა უბსკრულიდან არის ქვეყანა ამოსაყვანი. და მე მინდა უბრალოდ ეს ფრაზა დავამთავრო, იცით? აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცას ეჩქარება არჩევნები და ვერ ითმენს. ქვეყანა ვერ ითმენს. ყოველდღიურად ფუჭდება ქვეყნის საქმე. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეხა დღევანდელ ფორმატში ჩვენ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ჩავატებთ. ამ 1 წლის განმავლობაში თუნდაც იმდენი რამ გაფუჭდა ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო არენაზე, რომლის გამოსწორებასაც წლები დაჭირდება. და კიდევ ამაზე დამატება და კიდევ 2013 წლამდე ამ პროცესის გადატანა შეიძლება ისეთ შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს, რომელსაც მერე 10 წლეულები დაჭირდეს და რაც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ყველაზე მძიმე რაც ხდება ერთ-ერთი არის ის, რომ ეს ხელისუფლება სულიერად ამახინჯებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას. როდესაც ახალგაზრდობას ატყუებს, სიყალბეზე ზრდის, როდესაც არასწორ ფასეულობებზე ზრდის, როდესაც ფეხქვეშთელავს იმას, რამაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში აქამდე მოიყვანა. არავინ არ არის პროგრესის წინააღმდეგი, არც მე. არასრულწლოვანი შვილიც მყავს და ძალიან კარგად ვიცი თანამედროვე პროგრესის ძალიან ბევრი პლუსები, მაგრამ ეს პროგრესი მაშინ არის პოზიტივის მომტანი, როდესაც შენ ეროვნულ ფესვებზე მყარად დგეხარ. გასაგებია. კარგით ქალბატონო და ბოლოს ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ზურაბ ნოღაიდელი ისევე როგორც თქვენ ცდილობს აღადგინოს სასურველი ურთიერთობები რუსეთთან. ის ისევე როგორც თქვენ იყო ხელისუფლების წევრი. მაგრამ თქვენ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, არ ხართ პოლიტიკური პარტნიორები და აი როდესაც დღეს საუბრობდით პოლიტიკურ სპექტრზე, არც ერთხელ არ გიხსენებიათ ზურაბ ნოღაიდელი. რატომ რა არის იმის გამომწვევი, რომ თქვენ ვერ იქეცით პოლიტიკურ პარტნიორებად დღეს, როდესაც ორივე ოპოზიციაში ხართ? იცით რა, არანაირი თვითმიზანი არ ყოფილა არც იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად პოლიტიკური პარტნიორები ყოფილიყავით, თუმცა მე არც ის თვითმიზანი არ მქონია არანაირად, რომ ვინმე გამემიჯნა, გნებავთ ზურაბ ნოღაიდელი, გნებავთ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა იმ პროცესებისაგან, რომელშიც მე ვიყავი ჩართული, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს იმდენად მწვავე და იმდენად სერიოზული პროცესია, რომ შეიძლება მართლაც სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები იდგნენ ერთად, ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ხოლო შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მსოფლმხედველობრივად უნდა დაალაგდეს ყველა ის ძალა, რომელიც გადაწყვეტს, რომ ცალ-ცალკე ან ერთად გამოვიდეს, ვთქვათ, პოლიტიკურ არენაზე. მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის ძალა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ უპირველეს ყოვლისა უპასუხოს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს, რასაც ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციების პატივისცემა ჰქვია და ამავდროულად აუცილებლად ყველა იმ პოზიტივის შემოტანა ქვეყანაში, რომელიც მოაქვს გლობალიზაციას და მსოფლიო პროგრესს და აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს მხოლოდ კომპეტენტური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალა, რომელსაც ექნება უნარი ურთიერთობა დაალაგოს როგორც უახლოეს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან. ალბათ ყველაზე მთავარია, რომ ქვეყანა გახდეს მართლა რეალურად დამოუკიდებელი. ქვეყანა უნდა გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებლები არა ვართ. ქვეყანა უნდა გახდეს რეალურად დემოკრატიული, იმიტომ რომ ჩვენ დღეს დემოკრატიული ქვეყანა ნამდვილად არა ვართ და ვართ ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც ასე თუ გაგრძელდა დიქტატურა გახდება, ქვეყანა მართლაც უნდა გახდეს პროგნოზირებადი და უნდა იყოს საიმედო პარტნიორი
თავისი მეგობრებისთვისაც და ოპონენტებისთვისაც, იმიტომ რომ ოპონირებაც ადვილია იმ ქვეყანასთან, რომლის პროგნოზირება ადვილად შეგიძლია, ასეთ ქვეყანას პატივსცემენ, ასეთ ქვეყანას ანგარიშს უწევენ, დღეს საქართველოს ასეთი ქვეყანა არ არის და რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს ხელისუფლების სათავეში, მით უფრო მძიმე და რთული იქნება შემდეგ საქართველოს იმ უბსკრულიდან ამოყვანა, რომელიც ამ ბრჭყვიალა განათებებში შეიძლება ძალიან კარგად არ ჩანდეს. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც დღეს პროკურატურის შენობა, სადაც პრეზიდენტი ბრიფინგს მართავდა, გარედან შემინულია, ხოლო შიგნიდან პრაქტიკულად შენობა დასრულებული არ არის და რეალურად მართლა არის ფუტლი არის, ჯერჯერობით ალბათ მე აშენდება. ასე არის დღეს ჩვენი ქვეყნის ეს ბრჭყვიალა განათებები, ლამაზი ფასადი, რომელიც თავისთავად კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შინაარსიც და რეალობაც ამ ფასადს შეესაბამებოდეს. დიდი მადლობა ქალბატონო. ჩვენი სტუმარი იყო ნინო ბურჯანძე, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერთან კახა შარტავასთან ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერძესთან და ჩვენი სტუმარია ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა. საღამომშვიდობისა ბატონო კახა, მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში. არჩევნების პროცესი პრაქტიკულად ჯერ არ დასრულებულა ბოლომდე, ხმებიც კი არ არის საბოლოოდ დათვლილი, თუმცა თქვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ უკვე დაიწყო საუბარი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ხომ მიგაჩნიათ, რომ ცოტა ნაადრევია დღეს ამაზე საუბრის დაწყება? მადლობას მოგახსენებთ, ვფიქრობ, რომ ნაგვიანებიც არის საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და უვარგისი საარჩევნო გარემოს არსებობაზე ჩვენ ვლაპარაკობთ დიდი ხანია, თვეების განმავლობაში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ამ არჩევნების მიმდინარეობამ მათში მონაწილე ოპოზიციური პარტიების შეფასების ნაწილმა, სამორჩეულის შეფასების ნაწილმა უკვე დაგვარწმუნა იმაში, რომ საარჩევნო გარემო არანაირად გაუმჯობესებული და გაკეთილშობილებული არ არის და დღესვე არის დასაწყისი ფიქრი იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე მივახციოთ ამ შეცვლილ გარემოს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, დრო დაჭირდება კიდევ დაელოდოს შედეგებს, საბოლოო შედეგებს, მაგრამ არ მგონია, რომ ძალიან სერიოზული რაღაც ცვლილებები იყოს ამ შედეგებში. და ის ფაქტი, რომ საარჩევნო გარემო შესაძლებელია აუცილებლად და გარემოს შეცვლამდე რაიმე არჩევნებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გამეორდება იგივე რაც ამ სამარჩევნებზე მოხდა, ეს მე მგონი ყველასთვის უკვე ცხადია და ჯობია დროზე გამოვიდეთ იმ სტაგნაციური მდგომარეობიდან, რომელიც ახლავს ხოლმე არჩევნების შემდგომ რამოდენიმე დღეს, როცა გაუკრევლობა არავინ ეიფორიაში გამოსაფრთხებელიც არ არის, უბრალოდ კრისტალიზაციის რაღაც ელემენტი შევიტანოთ იმ პროცესში, რომელიც თან დაწყებულია, ზოგიერთი ოპოზიციური სუბიექტი აცხადებს, რომ დიახ, საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა უნდა დაიწყოს, ზოგიერთმა მოითხოვა უკვე წინასწარ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ასე შემდეგ, რაღაც კრისტალიზება ამის უნდა მოხდეს და გამოიკვეთოს რეალურად არსებობს თუ არა საერთო ინტერესი საარჩევნო გარემოს შეცვლისა და როგორ შეიძლება ამ ინტერესის საქმეთ ქცევა. ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გამოკვეთილიყო რამდენად შესაძლებელია საარჩევნო გარემოს შექმნა. ჩვენთვის კი რა თქმა უნდა საკმარისი იყო და დარწმუნებული ვიყავით, რომ შესაძლებელი იქნებოდა ეს, თუ მოხერხდებოდა სწორი თემის ირგვლივ, რომელიც კონკრეტულ წინადადებებს მოიცავს, რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს შეცვლა, ამ სწორი თემის ირგვლივ თუ მოხერხდებოდა საზოგადოებრივი პოლიტიკური გაერთიანების, კოალიციის, თუ გნებავთ ოპოზიციური ფრონტის ორგანიზება. ვინაიდან ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ნაწილი პარტიების ანებისმიერ პირობებში აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი არ მიდიოდა არჩევნებზე. ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ არჩევნების შედეგება მაინც უნდა დაგვარწმუნოს, რომ ბრძოლა გასაგრძელებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რომელიღაც პარტიებმა შეიძლება რაღაც შედეგი აჩვენეს, მაგრამ ამაზე გაჩერება მათთვისაც მომასწავლებელი იქნება იმისა, რომ როგორც ახლა რაღაც პროცენტები დააგროვეს, ეს პროცენტები ასევე შეიძლება ანუ მიგაჩნიათ, რომ დღეს გაცილებით რეალურია იმუშაოთ ამ მიმართულებით, ვიდრე იყო არჩევნებამდე? არჩევნებამდე დიახ, ვინაიდან განწყობა იყო ასეთი, რომ რა ვინც მიდიოდა არჩევნებზე, ნებისმიერ პირობებში მიდიოდა, შესაბამისად დღის წესრიგიდან მოიხსნა აუცილებლობა გარემოს შეცვლისა, ვინაიდან ხელისუფლებასაც გაეხსნა ხელფეხი, თუ მან იცის, რომ ოპოზიცია მაინც მონაწილეობს არჩევნებში, არც ერთ შემთხვევაში არ ჩათვლის თავს ვალდებულად საერთოდ საარჩევნო გარემოს თემაზე ლაპარაკი დაიწყოს. კარგით, ბატონო კახაი, რა ახლა ამ არჩევნების შედეგის შემდეგ პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს და ეს პოლიტიკური პროცესი ამ ახალი არჩევნების შედეგების შემდეგ
უნდა მიეძღვნას ჩვენი აზრით სწორედ საარჩევნო გარემოს. მაგრამ მექანიზმები როგორია, რა ბერკეტებია თქვენს ხელში? როგორ უნდა განახორციელოთ რეალურად ცვლილებები? რეალურად ცვლილების განხორციელება სჭირდება ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის დაწყება, სწორი პოლიტიკური პროცესის, რომელსაც აუცილებლად ხარდაჭერა დაჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ეს პროცესი, ამ პროცესის დასაწყებად საჭიროა ისევ და ისევ ვამბობ, საზოგადოებრივი პოლიტიკური ორგანიზმის შექმნა, რომელიც რაღაც წარმართულ ძალად დაფიქსირდება ქვეყანაში, ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, შეთანხმება იმ წინადადებებზე, კონკრეტულ წინადადებებზე, რას ვითხოვთ და რა მიგვაჩნია საარჩევნო გარემოს